ბორჯომში კოსტავას ქუჩაზე ამჟამად გზის მოასფალტება და ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა და ხარისხით დაინტერესდა. გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეპესე ჰედებს ჯორჯია ახორციელებს. ისინი რწმუნებიან, რომ სამუშაოები ხარისხიანად სრულდება და აქვე განმარტავენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ გზას 3 წლიანი საგარანტიო ვადა აქვს. მუშა პროცესი დაიწყო დაახლოებით აპრილის დასაწყისში, მშენებლობა მიმდინარეობს გეგმა გრაფიკს მიუყვებით. ყველაფერი უკვე თითქმის ფინიშის ეტაპზეა მისული, დარჩენილი გვაქვს მარტო ასფალტის დაგება. ეს პროექტი დაახლოებით აჭარბებს 9 მილიონ ლარს. ხარისხი შემოწმდება აკრედიტირებული საექსპორტო ბიუროს მიერ და იმის მიხედვით რა დასკვნასაც ეს ბიურო დაგვიდებს, იმის მიხედვით მოხდება მერე ანგარიშსორება არსებულ კომპანიასთან. კოსტავას ქუჩის პარალელურად გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ერეკლესა და 9 აპრილის ქუჩებზეც. სამუშაოები 1 ივლისს უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრება. მაგათ აქვთ ვადა თვის ბოლომდე კომპანიებს. ისინი ვადის გადაცილების შემთხვევაში წავლენ ჯარიმებზე, როგორც კანონმდებლობით არის და ხელშეკრულებაშია მითითებული, მაგრამ ჩვენ არანაირად არ გვაწყობს დაჯარიმება, ჩვენ გვინდა რომ მოესწროს სამუშაოები და ხარისხიანად შესრულდეს და ამიტომ ვთქვათ აქ ყველანი, რომ მაქსიმალურად კონტროლი იყოს მათზე. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, გზის ერთი ფენის დაგების შემდეგ მეორე ფენაც გადაიგება. ერეკლესა და 9 აპრილის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან 398,887 ლარითაა დაფინანსებული. კოსტავასა და მესხეთის ქუჩებზე კი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მასზე 284,724 ლარი იხარჯება.